გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? შეიძლება. მეც კარგი. მოდი, დავიწყეთ. დავიწყეთ. მე ნინო. მე ნადა, ჩვენ ვართ თბილისში, ნინის სახლში, რომელიც როგორც ხედავთ რაღაცა მზადების პროცესშია. და ვაკეთებთ რას? ვიწყებთ ახალ პოდკასტს და რაღაცა ერთმანეთში ვისაუბრებთ რაღაცებზე. ვიტლიკინებთ, ვიჭერავთ და გარვიხილავთ, როგორც ნინიტყო და სალონური რაღაცები დაგვაუწყეთ. თუ შევახსენეთ ერთმანეთს რაღაცები, ეს იმას ნიშნავს, რომ რომელიღაცა დუბლში ნათქვამი გვაქვს და ის კარგი იყო და ვახსენებთ. ხო, სალონური საუბრები რა. და რომ სალონური საუბრები სადმე გამომეყენებინა და გამახსენდა რომ ხო, სალონური საუბრები გვექნება მოკლედ ერთმანეთთან. ხო, მოდი ამით დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ქუდები საკმაოდ არაკომფორტულია და აუხსნათ, ანუ ეს ქუდები რატო გვახურავს, იმიტომ რომ მშენებლობის პროცესშია, რა თქმა უნდა, აკაურება და რო არ დაგვეცეს თავზე და რაღაცა არ გაგვისკდეს თავები. და თან ანუ რაღაცა ამ პოდკასტის პროცესში ვართ აშენების მდგომარეობაში ახლა რა. და გვინდა რომ დავიწყოთ რაღაცა ავაშენოთ და კარგი შევქმნათ. როგორც ნის სახლი, როგორც ნის სახლი უნდა გამოვიდეს ლამაზი და კარგი. ხრებარი კარგი. ხო, ხო და ესე. მე შეიძლება რომ ოდესმე თუ ეს ბინა გარემოწდა, ზუსტად იგივე ადგილას დავჭერ. ეს ხარაჩოს გარეშე, კი, ხარაჩოს გარეშე გავაკეთოთ, შემდეგ ივიტევ და აი აქ რაღაც ლამაზი ფანჯარა რო გიქნება, მე ეს გადავიღოთ. ჩვენ ვართ მეგობრები, ძალიან დიდი ხანია 2018 წლიდან. ერთმანეთს გავიცანით სად? ერთმანეთს გავიცანით ESN-ში, რომელიც არის Erasmus Student Network. თუ არ გაგიგიათ, გირჩევთ რომ ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ორგანიზაციაა და ბევრ საინტერესო პროექტს აკეთებენ და საერთაშორისო ორგანიზაცია ისე არ არის ადგილობრივი, უბრალოდ ადგილობრივი წარმომადგენლობა ვართ. მიკითხე ჩვენს ძმებს და დებს, ახლანდელებს არ ვიცნობ. მოხალისე დებს და ძმებს რომ მაგრამ ჩვენები ვინც გვიყურებენ და ძველები არიან მოკითხვა, იმიტომ რომ შენ იყავი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი. ჯერ შენ რომ მოხვედი, ნინი ავიყვანა ინტერვიუთი, აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ხო, ანუ ეხლა თან რაღაცა ვცდილობ რომ თქვენს მოგაწოდოთ ჩვენი პრეისტორია, რომ როგორ მოვედით აქამდე რაღაცა ლოგიკურად აშენე, იმიტომ რომ ძალიან მართლა ლოგიკურად მიყვება ყველაფერი ჩემი აზრით, სადამდეც მოვედით. და ნინის ბედის ამბავი იყო, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დაიწყო ისე რომ მოვდიოდი ყაზბეგის ქუჩა. მოვდიოდი ქუჩაზე, მეკავდი ტელეფონზე და ნუ ფლაინგი გავაკეთე, ფლაინგი მეც გამოვიყენე კესურის დღე. შეუსწავლე აპლიკაცია, რომ მინდოდა ამაც ორგანიზაციაში გაწევრიანება, იმიტომ რომ მანამდე რაღაცები გამეგო ერასმუსზე და მეთქი რა ვიცი, რაღაცას ვცოდი. აი რამე ის ერასმუსზე. და მე იქედან დამირეკეს, დამიბარეს გასაუბრებაზე და ლოკაციას ვერ მივაგენი რა. ყაზბეგის ქუჩაზე იყო, როგორც სადღაც სადღაც კი უკანა ტერიტორიაზე იყო და შენობას ვერ მივაგენი. ერთხელ დავრეკე, ორჯერ დავრეკე და ამ დროს ჩემი ფიქრები იყო, რომ კაი რა, ხა შენ სიძისთან მართალი იყავი და მესამეჯერ დარეკე და იქნებ არ გიპასუხონ და მესამე და სამართალია და ამ დროს ხო, ანუ ბევრი ინტერვიუ გქონდა იმ დღეს ძალიან დაგრიფული, იმიტომ რომ რაღაც ახალი გადაბარებული გქონდა ეს ორგანიზაცია და ძალიან ბევრი ახალი მოხალისე გჭირდებოდა, რომ კარგი პროექტები დაგვეწყო. და ნინიც იყო მათ შორის და ძალიან მომეწონა ნინი. თავიდანვე სხვათა რაღაცა ისეთი ქარიზმატული ადამიანია ჩემი აზრით, ისედაც რა ზოგადად ცხოვრებაში და გასაუბრებაზეც ესე მომაწონა თავი. ასეთ რაღაცებს არ შეერდება ხოლმე, ესე უბრალოდ თქვენ თავს გაწოლებით, რომ ასე კარგად ვექცევიო ნინისა, მაგრამ არა, მართლა ეგრეა, გულწრფელად და თან მე სულ იმას ვიძახი ხოლმე, რომ ნინის ქონდა რაღაცნაირი, მე მგონი აქვს და უბრალოდ ძალიან მივეჩვია. თქვენც შეგიძლიათ შეაფასოთ და დააკვირდეთ, აქცენტივით აქვს რაღაცა რა, აქცენტები. შეიძლება მესამე დღესთან ეგეთი ახლო შეხება არ გქონია, მაგრამ რაღაცნაირი აქცენტი დაყვება და მაშინ მეგონა რომ ეს გოგო თქვა ალბათ ძალიან ბევრი წელი ცხოვრობდა უცხოეთში და იმიტომაც აქვს თქვა ეს აქცენტი. კი, ვიყავი, ზუსტად თქვენთან რომ მოვედი 2 თუ 3 თვის ჩამოსული ვიყავი, და დეპრესიებული, ესეც ძალიან საინტერესო გაუბედურებული. ხო, და რაღაცა ESN-მა შეუვსო ეს დანაკლისი, იმიტომ რომ ბევრი უცხოელი სტუდენტი იყო იმ პერიოდში. ახლა არ ვიცი როგორ ჩამოდიან, მაგრამ მაშინ რაღაც საკმაოდ ბევრი ჩამოდიოდა რაღაცა ეგზოტიკური ქვეყანა იყო საქართველოს. ეხლაც მეგობრობ სხვადასხვა იმ პერიოდის სტუდენტებთან რა ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს.
და ესე დავიწყეთ რა. ESN-დან დავიწყეთ, მე შენ გახდი პრეზიდენტი და შენ იყავი Social Erasmus-ის კოორდინატორი. ხო. კარგ პროექტებს აკეთებ და ეცე. არა, ეგ ძალიან კარგი პროექტი იყო, ძალიან მოკლედ რა იყო, რომ აქ ყავდა უცხოელი ტურისტები უნდა სტუდენტები და ჩვენ ხო ისედაც ქართველები ვიყავით და აღდგომა შეიძლება ჩვენთვის ძალიან მარტივად გადასაგურებელი თემა თვალისთვის რა, იმიტომ რომ ასე ვიზრდებით, რომ საფლავებზე სუფრას შლით ჭამს, კეიქობს და ასე შემდეგ და გადავწყვიტეთ, რომ ეს გვეზიარები რომ ჩვენი სტუდენტები და აქეთ ყოდა სტუდენტების ჯგუფი, აქეთ გავაკეთეთ ბაზა ქართველების, ვისაც სურვილი ქონდათ, ესე არ ვაყენებდით ხო სპეციალისტებს, აბა მოვიდა სტუდენტი. ყავდა სურვილები, აქეთაც სურვილები და მე ერთმანეთს დავაჯერეთ. მე ვიყავდა წაყვანილი ორი და არაზრუს არ დამავწდება იმ გოგოების რეაქცია სასაფლაოზე რო წავიყო, ნუ სასაფლაოზე. სურპრიზად რო წაიყვანე. ნახ ჩვენი ტრადიცია არ მქონდა რა მათ ის ნათქვამი რომ ახლა ჩვენ დავსკვდებით შევჭამთ და დავლევთ და შევკეთებ და მეთქი ჯერ სათხარ წინარი ყველა ცირასოდებოდი მეორე საფლავის ხალხი გადმოვიდა და აბა თქვენი მიცვალებულები ვახსენოთ და კიდეც მოხდა ეგ რამდენიმე წუთში და ძალიან კაი იყო ხო ისე რაღაცა ეგ არის ურთიერთობა ჩემი აზრით მაგ დროს ხდება საინტერესო აი მე არ მიყვარს ეგრეთ არის ეგ ამბები მაგრამ მაინც მგონია რომ რაღაცა თავისებური ის აქვს რა ქვია ქართული აი სხვადასხვა რუმინეთში მსგავსად აკეთებენ როგორც იცი კი ეგ არა ვიცოდი ხო მეგენიც მართლმადიდებლები არიან და რაღაცა გავარდები ეს ტრადიცია ხო და ნუ მოკლედ ეს ESN-ი რა ESN-ი ანუ ეს ერთი წელი იყო ძალიან აქტიური, ბევრი პროექტი გავაკეთეთ, ბევრი აქტივობა დავგეგმეთ, ბევრი ადამიანი, ქართულს ვასწავლედი უცხოელებს მაშინ მახსოვს. ხო, ესე დავიწყეთ, თავიდან ესე დავიწყეთ, ძალიან კაი პროექტი იყო. და სხვადასხვა ბევრმა ისწავლა, ანბანი მოეწონა ძალიან. ხო, დამწერლობა ქართული ხო და ხატავდნენ რა და ძალიან მოწონდათ. მოკლედ და მე შევჭრით მეგობრებად რა. ესე ხო, მე შეწახვედი, დამტოვე მარტო, ესე მარტო რა კი სხვაებიც იყვნენ, მაგრამ ცოტა ისე არის, მაგრამ არა, ბევრი ადამიანი იყო ჩვენ გარშემო და არა, ისიც ძალიან ნიშნავია, ეხლა ერთ თიმთან რომ მუშაობ და კარგი გუნდი ვიყავით, ხო, ძალიან კარგი. იმიტომ რომ ყველას რაღაცა მოწონდა იყო, ანუ რაღაცა გაერთიანებულები ვიყავით, ერთად ვიყავით და ერთმანეთსაც ვავსებდით რა. საკმაოდ ჩვენი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი მიდიოდა. თან მაშინ მუშაობდით უკვე და ანუ სამსახურის მერე ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ. მახსოვს ძალიან აქტიური პერიოდი იყო. ხო და კიდე მივესალმებით ყველა ჩვენს მაშინელ ESN-ს. ვისაც გიყვარვართ, არ გიყვარვართ, მოგწინდით, მოგბედით, მოგენატრათ. ხო, ვინც საშინ ჩვენთან ერთად იყავით და ერთობოდით, ხო, რაღაცა კარგი იყო. ხო, ეგ ძალიან კარგი რაღაცა თქვი გართობა, იმიტომ რომ ჩვენი მუშაობის სპეციფიკა, რითაც გავართ ერთმანეთს ის რო არის, რომ რაღაცა ძალიან გვიყვარს და ვიწყებ და თან აუცილებლად რომ ვერთობოდეთ. ხო, არა. ძალიან გვისწორდებოდეს ეს რა. ხო, ანუ აი პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. არა, მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რასაც ვაკეთებ. და თუ არ სიამოვნებს ვერ გავაკეთებ იმას. ხო, თუ არ ვერთობი და რაღაცა ხო, სიხარული არ მოაქვს. გუშინ ზუსტადაც ვაპარაკობდით, რომ მე მასე მჯერა, რომ მაშინ ხარ წარმატებული პროფესიაში, სადაც ხარ, როცა რასაც აკეთებ, ის მაგრად გავს რა, თუნდაც შენი ჩატარებული ლექციები, ჩემი ჩატარებული ტრენინგები. ანუ უბრალოდ კომუნიკაციის ეგ. ახლა რანაირადაც ჩვენ ვაპარაკობთ, ალბათ ასე ვარ, ხო, ძალიან ბუნებრივად ვარ. ზუსტადაც ვარ ცხოვრებაში, უბრალოდ შეიძლება ზედმეტად არ ვიჩხუბოთ და არ ვიკავოთ, იმიტომ რომ ხალხის მოგვერიდეს, მაგრამ საუკეთესო ვერსიები რა გაჩნდა. ხო, ალბათ. არა, არ მგონია, იმედი მაქვს საუკეთესოები არა რომ რაღაცა ისეთი რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი თავი. ხო, და ან ბარემ პროფესიებზე რახან ვიყავით, სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალთ ჩვენი ერთიანობის და ერთად განვითარების. პროფესიები გვაქვს ძალიან მსგავსი რა, ანუ ერთ სფეროში ვართ მეტნაკლებად. ხო, ნინი არის ტრენერი, მე ვარ ლექტორი და თან რაღაცა პროფესიული, ანუ ლექტორების და მსგავსი ტრენერი მეც. და ძალიან ახლოს ვართ აი ამ გაგებით და ამ სფეროთ. სწავლებისა და განვითარების მიმართულებით ვართ ორივე ჩართული წლებია. ნატას მეტიც ხარისხი აქვს ამაზე მასტერი. ხო, სამაგისტრო პროგრამა მაქვს. კი. და ამაზეც მე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მიმართულება იქნება ჩვენი პოდკასტის უცხოეთში განათლების მიღება. კაი, დამთავრდა ESN-ის ერა. და დავიწყეთ, ხო, დაიწყო COVID. მოვიდა COVID-ის ერა, როგორც ყველა 2021 წელი და 2020 იყო. იმიტომ მე 2020-ში აქ ვიყავი, გახსოვს აპრილში რო ჩამოვედი? ხო, მაგრამ COVID როდის დაიწყო? 2020-ში.
2020 წლის თებერვალში დაიწყო და 2020-ში მე ფინეთიდან ჩამოვედი აქ. და არა, 21-ში დავარეგისტრირეთ ლერნინგული. ხო, და რადგან ლერნინგული ძალიან საინტერესო ერა ჩვენს ცხოვრებაში. მაშინაც ესე ამ პოდკასტზე ძალიან მსგავსი სიტუაციაა და ბევრი რაღაცა პარალელი გვაქვს. ესე ვიჯექი, უსაქმური არა, მაგრამ რაღაცა ახლის შექმნის წყურვილით აღწევული. მაჭარი გადაგებული. მინიმუმ როგორ თქვა. და ხო, მეთქი რამე მოდი გავაკეთოთ რა, რაღაცა კომპანიის დაწყება გუნდა და თან მედანები როგორც მარადმწვანე მოხალისეები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წლიანი გამოცდილება გვაქვს მოხალისეობის, ან უფასო მუშაობის. ამოგვივიდა ყელში ეს რაღაც მომენტში და მეთქი მოდი ნინი რაღაცა გავაკეთოთ და ჩვენს თავს ფასი დავადოთ. ხო, გარდა იმისა, რომ ფასის ამბავი იყო, მათ უფრო სტრუქტურირებული სახელი გვინდა და მიგვეცა იმ ხალხთან ურთიერთობისას, რასაც ძეს ვაკეთებდით რა. რასაკვირველია, ფულიც იყო ერთ-ერთი ხო, რა თქმა უნდა, ფაქტორი, თუმცა რაღაცა სქედულინგი რო გიქნება. და გეტყვი კიდე რა იყო ჩემთვის, აი არ დამავიწყდება რაღაცა ჩემი სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილებზე Google Drive-ზე მქონდა ატვირთული და შევედი და რამდენთან მქონდა გაზიარებული. ან მეილებზე, ხო, იმიტომ რომ რაღაცა ვაი უყურო გქონდა, რომ აი შეგიძლია რომ შენი კარგი მაგალითი გავაგზავნო და რაღაცა ეგრე და მივხვდი რამდენ მეილთან მქონდა ეს ყველა გაზიარებული და ხო, რაღაცა მივხვდით რომ მე მგონი ცულიდებები არ ვართ, ანუ თუ ამდენი გთხოვს ამაში დახმარებას, ესე იგი რაღაცა საინტერესო რჩევებსაც ვიძლევით და კი, ძალიან ბევრი მაგალითები მახსენდება ეხლა, როდესაც უშუალოდ არ იცნობდა ის ადამიანები, რომ მე ლერნინგულის წარმომადგენელი ვიყავი და ლერნინგულზე საუბრობდა და ეგ ძალიან ჩემ თავში რაღაცა სასიხარულო ბუმები იყო, იმიტომ რომ რაღაცით თუ ემოციას იწვევა ადამიანში და მახსოვდები, ეგ ძალიან ასწორია. ხო, და თან რაღაცა ანუ უკვე სახელიც, ანუ ლერნინგული საკმაოდ კარგად მიდიოდა და სახელიც რაღაცა ხვდებოდა უკვე რა, ერთმანეთს ურჩევდნენ. ანუ აქ არ ქონდა მარტო რაღაც კონსულტაციები, უბრალოდ უცხოეთში დასვლაზე რა, ანუ რაღაცა პროფესიაზე, დიდ აპლიკაციების გაგზავნაში ვეხმარებოდით და ინგლისურის სასაუბრო შეხვედრები ქონდა ნინის მაგალითად, ეგეც ძალიან კაი იყო. კი, მარტო. და მახსოვს ვეღაცებ მე რომ გავაგჩერდით, გვწერდნენ რომ ანუ გააგრძელეთ და კი, მაგაზეც ძალიან მერთობოდი, იმიტომ რომ ბავშვებს რა დიდებიც ყვავდნენ უკრძალავდი ქართულად საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა სიტყვა მეცნიერად წარწერდო და ინგლისურად, მაგრამ რაღაცა გამოსავალს იდიომები მახსოვს, იდიომებზე მეც ძალიან ბევრი იდიომს ვსწავლობდი ხოლმე ინგლისთან ერთად. კი, არა, ეგ ძალიან კაი იყო და დღემდე, რა ვიცი, ხო, დღემდე გწერენ ლერნინგულში და აქედანვე წინასწარ აგერ მეუბნები. ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ არა, უბრალოდ არ გპასუხობთ, იმიტომ რომ იმან თითქოს და მისი ამბავი ამოწურა რა, აღარ ვაგრძელებ. ხო, იმიტომ რომ რაღაცა ბოლოს ეტაპზე უკვე ძალიან გადატვირთულები ვიყავით, ანუ ნინის რაღაცა ბევრი ცვლილება ქონდა, რაღაც სახლიდან გადავიდა ის. და სახლი გამოაგრძელეთ, რომ გაგიგრძელებია. ხო და ანუ რაღაცა ყვაპოში გავუშვეს. არა, ნინი უსახკარ ვარ დარჩენილა, მაგრამ ესე რაღაცა ცვლილებები. და არ ცხოვრობ. ამ საერთოდ მაგრამ მალე იცხოვრებს გარემონტებულში. ხო და მოკეთ ანუ ისეთი მიჯნადად გარა, რომ ან უნდა გაგვეგზელებინა და გაგვეფართოებინა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოდიოდა უკვე ხალხი და გვწერდა. ან არა და შეგვეწყვიტა, იმიტომ რომ რაღაცა შუალედურში უკვე, იმიტომ რომ მუშაობდით ორივე, ანუ სულ განაკვეთა ჩვეულებრივი სამსახურები გქონდა და ძალიან დიდი დრო გქონდა და თან ამასთანავე ენერგიაც, იმიტომ რომ ყველა კონსულტაციისთვის რაღაც საკითხად უნდა მოემზადო იმ ადამიანის რაღაცა გამოცდილება ისწავლო, რომ სწორი რჩევები მისცა, ესე მარტივად არ ხდებოდა და ბოლოს რაღაცა ესე ბუნებრივად მოხდა, რომ ნელ-ნელა შევეშვით, სადაც ძალიან გული მწყდებოდა ხოლმე ხშირად. კი, ან იმდენად აქტიური პერიოდი ქონდა, გარდა იმისა, რომ კონსულტაციები, ტრენინგებიც არის, რომ ესე 1 საათიან, საათნახევრიან ტრენინგებს ვატარებდით და ერთი მახსოვს, არ მახსოვს რომელი იყო ან public speaking-ის საჯარო გამოსვლების ან პროფესიის არჩევის დრო, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ 3 ჯგუფად გავეკეთებინა, იმიტომ რომ ხო, ძალიან ბევრი მსურველი იყო. პირველში ძალიან ბევრი იყო და თან ჩვენი ამბავი ის იყო, რომ ძალიან გვინდა და ინტერაქციული გაკეთებული იყო ჩვენი საუბარი მათთან და 40 ადამიანი რო შემოვიდა, ყველა რო unmute რო აკეთებდა მიკროფონზე, რაღაცნაირად არ გამოდიოდა და მოკლედ ეგ კარგი ერა იყო და სასიამოვნოც დასრულდა ეხლა. კი, ხო, ანუ მგონი, ანუ და შეგიძლიათ რაღაც წინა დუბლებშიც ვიხსენებთ. ლაპარაკობთ, რომ ეხლაც რომ შეხვიდეთ, ანუ ჩვენ ლერნინგულის გვერდზე Facebook-ზე ისევე ატვირთულია
ნახავთ ძალიან კარგ ვიდეოებს, ანუ უცხოეთში სწავლაზე რაღაცა საინტერესო თემებზე ლაპარაკობს მოწვეულ ადამიანებთან, რომლებსაც ამაზე აქვს კარგი გამოცდილება. ერთი ვიდეო გასაგებია, წითელი მაისური რომ აცვია და რაღაცები შემდეგისთვისაც შემოვინახოთ. ძალიან კაია. ხო, და ესე დასრულდა ლერნინგვილი და შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში უკვე, რა ვიცი, ხარი აპრილი. ალბათ მარტიდან ვსაუბრობთ, ხო, მაგათ მარტი. ხო, დაახლოებით, ხო, დიდი ხანი არ არის გავაჩერეთ ლერნინგვილი და რაც გავძელით ესე ერთმანეთის და ამ ამბის გარეშე და ისევე მეც ანუ რაღაც ცოტა ისეთი მდორე პერიოდი მაქვს, ეხლა 7 და წყნარი და მომინდა ხელების აქავების მომენტი მქონდა, რომ მეთქი რაღაცა უნდა გავაკეთოთ და ნინი საფორიაკებაც და ხო და ანუ თან ანუ რადგან ესეთი ამდენი საერთო გვაქვს ინტერესი აი ამ მიმართულებით და რაღაცა პროფესიულადაც ანუ ესეთი ბექგრაუნდით მოვდივართ. მეთქი მოდი ნინი აბა პოდკასტი ვცადოთ როგორი იქნება. ანუ ამაში ორივე ახალი ვართ. კი, ძალიან ხო. ანუ ხო, ჩახავთ ამ ბევრი შეხვედრებში და ტრენინგებზე და მსგავს რაღაცაზე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს ორივეს. რამდენჯერ გითხოვს ლაივში გასვლას, რას დავაჭირე? რა გადიოდა და ერთ პერიოდი Facebook-ის ლაივი ჭედავდა და არ აჭერდა იმას და რამდენჯერ რაღაცა შტეომები გვაყარაკია ერთმანეთს და ხალხი წერს რომ გიყურებ და მეკი უირა კარგია. ხო, მაგრამ ძალიან დიდი ანუ ცოტა გამოცდილება უფრო სწორად არ გვაქვს ესე ვთქვა რომ ძალიან დიდი გამოცდილება თქო ცოტა არ გვაქვს ესე ძირითადად თან მიჩვეულები ვართ ჩვენ რომ ლაივში ვლაპარაკობთ რა პირდაპირ რაღაცა ხო და ამიტომ გვიწევდა ხომ ეხლა მაინც ანუ ამ პოდკასტზე ცოტა რაღაცა შეგვიძლია რომ დავაყოთ და არ ვიცით რა მოვასაბოლო ეხლა აქედან თქვენამდე და რა გვინდა ანუ რა ქვია ნინი ჩვენ ქვია ორი სკამი იმიტომ რომ ორნი ვართ ლოგიკურად თუ დაგვითვლით ორნი ვართ და იდეა იყო სხვა იდეა არ მახსოვს ანუ სკამიც ხო რაღაცა ესეთი რა ანუ მრავალფეროვან სკამებს შემოგთავაზებთ ხოლმე იმიტომ რომ ხო ანუ ერთი სივრცე მე არ ვცხოვრობ საქართველოში და ეხა დროებით ვარ ჩამოსული ცოტა ხნით დასასრულებლად ესე რომ ვთქვათ და უნდა მოვიფიქროთ ესე ამიტომაც განსხვავებული ადგილები გვექნება სადაც ჩავწერთ ამ ვიდეოებს და ხო ანუ მრავალფეროვან იმპროვიზებულ მას შემოგთავაზებთ ხოლმე სიტუაციებს საიდანაც ჩავწერთ და ზოგიერთ შეიძლება ონლაინიც გავაკეთოთ. კი, რაღაცას მასაც ვიზამ, თუნდაც editing-ით უკეთებ დავამღამეთ. ეგეც არ გაგვიჭირდება. მე რაღაცა სადღაც ან უნგრეთში ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე. სამტრედია როგორც ევროპის შუაგული. სამტრედია უკვე ევროკავშირშია ჩემი აზრით. ჩვენ უკვე მგონი რომ იქა ვართ უკვე. ესესაც ხელფასებსაც უკვე იქა ვალუტაში. გადავედით სამტრედიაში. და ნინის მხოლოდ ერთხელ ვყავარ წაყვანილი სამტრედიაში. ისე მეგობრებო ნამყოფი. საშუალო წამოყვანი აეროპორტში. всё. ეს როდის ხარ ნამყოფი კილო გაიგეს. წამი ხო წადი. ხო და გუშინ ძალიან მომეწონა ორი სკამი ხო გვაქვს და რაღაცა გავაჟღერეთ რომ შეიძლება სტუმარიც მოვიძიეს. და ახლა ორი სკამი გვაქვს, ორი სკამი ნიშნავს რომ ორი სკამია და მეტი არა, მესამე არა და ის ვიღაცა ან დადგება, ან ნატას იდეით ჩამოეკიდება სადღაც. ანუ და სავარაუდოდ არავინ არ მოვა არასდროს ჩვენთან სტუმრად. თუ მოხვალ შეგიძლიათ დადგეთ. ეგეც რაღაც საინტერესო იქნება რა. ხო და შეიძლება ვიღაც წარმოწვეს ვიღაცა ისე რა ქვია. მე ძალიან და თემებსაც ანუ როგორც გავაკეთებთ, ანუ რაღაცა მრავალფეროვანი გვინდა რომ იყოს, ანუ არ შემოვიზღუდებით რაღაცა ერთი თემით. იმიტომ რომ განათლებაზეც იქნება პროფესიების არჩევაზეც შეიძლება სიგნებზეც ვილაპარაკოთ და ანუ ჩვენი ინტერპრეტაცია რა ჩვენ არ ვართ ახლა რაღაცა ძალიან ზე პროფესიონალი ადამიანები. მაგრამ ანუ ესე უშუალოდ რაღაცა თქვენთან ახლოს მოვიტანთ რაღაც საინტერესო თემებს. შევეცდებით ყოველ შემთხვევაში. და იმედი გვაქვს არ დაიფრინჯებით ჩვენზე. ძალიან კაია. მე მყავს ერთი ქალი. TikTok-ზე და არ ვიცი რაღაცა მაზოხიზმში გადამდის ჩემი მის ამ ქალისადმი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ლამის მართლა გადავდივარ მის page, არ ვიცი page-ი ქვია თუ არა, გვერდზე გადავდივარ და ნახულობ რამე ახალი ვიდეო ხო და აი მართლა ვიქრინჯები რა, აი რაღაცა მქონია რომ აი ყელში მიჭერს ამ ვიდეოების ყურების, მაგრამ იმედი გვაქვს ესე არ მოხდება, ძალიან ცუდისგან, მაგრამ ვუყურებ, იმიტომ რომ აი ამის რა თქვი რა საბაბდი მიჯნა, რა არის მიჯნა, რიზიკითაც არ იქნება. ხო, იმედია მასე არ იქნებით, მასე მაზოხისტო რა გაგისწორდებაც და მართლა გულწრფელად და გულახდილად უყურებთ მოკლედ ჩვენ. ხო, და ეხა სავარაუდოდ აი აქ სადღაც ამოგივარდებათ, რომ დაგვასაბსკრაიბეთ, გამოყევით, ჩვენი ლოგოც ამოვარდება სადღაც და რა გვერდები გვაქვს.
მოვიფიქრებთ მაგას, ვიზუალურად სად მოვუხდეთ. ლერნინგულით შეგვიძლია მოვაგდოთ. ხო, რაღაც დავლინკოთ, სად შეგიძლიათ ნახოთ და დაგვიკომენტარეთ ასევე როგორ მოგეწონათ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ. მე ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ზოგადად უკავშირების. ძალიან მიყვარს. ყველგან და ყველაფრისგან და ხო, ლანძღვარ, რა თქმა უნდა, რაღაცა მაგასაც ზღვარი აქვს თავისი აკაკლანწყოთ. ჰეითერებისთვისაც ეხლა ჩემი აზრით, ხო, ნახოთ. სუბიექტური აზრით, მზად უნდა იყო მით უმეტეს ლექტორი ხარ და არა ერთგზის გალანძღული იყო. ხო, სტუდენტებთან სრულიად ყველასთან პოპულარული რო დარჩა, ჩემი აზრით ძალიან დიდი გამოწვევაა. გამოწვევაცაა და ახლა მართლა ის გამოთქვა რომ პიცა ხო არა ხარ უყოლოს უყვარდაო რა. ლექტორი მგონია რომ ყველას თუ უყვარს რაღაცას არასწორად არის. ხო, ალბათ არის ეხლა რაღაცა ვყვებოდი წინა მე და იმ საუბრობდით და მაგ დროს ვყვებოდი რომ ერთი სტუდენტი მყავს უცხოელი, მან აქ არ ვასწავლი. და უცხოელი სტუდენტია, რომელიც ძალიან ბევრი სემინარი გამოტოვა რა, არის არა და ჩაჭრა უწევდა, ან წმინდა ადმინისტრაციული კუთხით რომ მივდგომოდი, უნდა ჩაჭრილიყო, მაგრამ ნუ კაი მეთქი არ ჩაგჭრი, რაღაცა ანაზღაურება გააკეთე მეთქი რა, ანუ მივეცი რაღაც საცერტიფიკატო კურსი, ეს გააკეთე და აგინაზღაურებ მაგ საათებს. ან ბიჭმა, ანუ რაღაცა ქულები მოაგროვა, 151 დავაგროვეო. ამ საგანში მასე მქონდა. და დააგროვა ეს 151 და მე გადაულახეო და მაგიტო აღარ გავაკეთე. მეთქი არა, მეთქი არის არა და რავი, არ არის. ან თან მე არ მიყვარს სხვებთან არ გამოდის სამართლიანი მიხვდი, ანუ ვიღაცა მიარა იშო, მაგრამ თან იყო 4 საათიანი სემინარი ეს, რასაც დადიოდნენ სხვები და ძალიან არასამართლიანია, მაშინ ისინი. ძალიან სასაცილო მეილი მომწერა, ან ძალიან ბევრი მწერა და რაღაცა მეხვეწა და ასე შემდეგ და ბოლოს მწერს, რომ ბოლოჯერ გწერა. ისე და ბოლოჯერ გწერა არ ჩამჭრაო და ესე დასრულდა. აი, რანაირად შეიძლება ეხა მაგას უყვარდე. ხო, შენზე მზედა მთვარი ამას. იმედი მაქვს სადმე არ დამხვდება. ნაპეშჩი და სადაური იყო. აუ, არ ვიცი, საერთოდ. ნუ ყოველ შემთხვევაში საქართველოს დაცული ტერიტორია ზუსტად. მაგრამ იქ არ არის დაცული ტერიტორია. სადაც ამ კვირაში ჩახვალ. კაი. მოკლედ ესე დავემშვიდობათ, ანუ პირველი ვიდეო ეს არის რაღაცა გაცნობითი, გვინდოდა რომ ჩვენი თავი წარგვედგინა და ესე რაღაცა უცხოდ არ შემოუჭრილიყავით თქვენს სოციალურ სივრცეში. და ხო, მე ძალიან მიყვარს პოდკასტების ყურება. შენ როგორ მე მაგალითად True Crime-ების პოდკასტებზე ვგიჟდები და მაგაზეც შეგვიძლია ერთი ვიდეო ჩავწერთ, რომ ყველა True Crime აი ედიქნება ეხა ინტერვიუს რეჟიმი მე კითხვის და მე არცეც არ მაქვს ნაყურები. ხო, ძალიან კარგი, ძალიან მიყვარს ეს True Crime-ების პოდკასტები და ძალიან addicted ხდები ხოლმე მაგაზე. რა ვიცი, წარმატებები ჩვენ და შემდეგ იმედი გვაქვს აქამდე მოხვედით და აი ახლა გვიყურებთ და ყოჩა მოვიდა. საფიქროა რომ მქონდეს თუ შეიძლება რომ აი ამ ფიალით ხო და შევხვდებით რაღაცა იმედი მაქვს საინტერესო თემებით და თქვენს დარჩებით ჩვენთან. დი, ჩაი. ჩერტა? აი, ჩერტა. მოვაჭრე რაღაც. ოპ. ძალიან გინეული ამოსვლა. აბა, გამარჯობა. თავიდან. მოჭრე.